ყველას მოგესალმებით გრიმუარის არხზე. დღეს კვლავ გექნება ტაროს საჯარო გასვლა, ამჯერად კითხვაზე რატომ დუმს ჩაფიქრებული პიროვნება. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ როგორც თქვენი რომანტიული სასიყვარულო პარტნიორები, აგრეთვე რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ ჩაიფიქროთ ადამიანები, რომელთანაც არავითარი რომანტიული კავშირი არ გაქვთ, მაგალითად თქვენი მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები თუ ასე შემდეგ. ერთ სიტყვით შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი ან ადამიანები სხვადასხვა ვარიანტებზე, თუნდაც თუ გსურთ მაქსიმუმ 4 კაცი, რომელთან დაკავშირებითაც გსურთ პასუხის მიღება, რატომ დუმს ადამიანი და რატომ არ გაძლევთ რაღაცაზე პასუხს. მაშ სადამე იფიქრეთ ამ კითხვაზე, ფოკუსირდით თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანზე ან ადამიანებზე და აირჩიეთ აქ მოცემული 4 ვარიანტიდან ერთ-ერთი. აირჩიეთ ის ვარიანტი ან ვარიანტები, რომელსაც გიკარნახებთ თქვენი გული და შინაგანი ხმა. თუ გჭირდებათ მეტი დრო იმისათვის, რომ მოიფიქროთ, დააპაუზეთ ვიდეო და შემდგომ განაგრძეთ ყურება. მე კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დამიკომენტაროთ თქვენი აზრი. ერთის მხრივ თქვენი აქტივობა, ახვები და ლაიქები мотивაციას მაძლევს, რომ კიდევ ჩავწერო ესეთი ვიდეოები, თუმცა აგრეთვე ძალიან საინტერესო იქნება იმის გაგებაც, რამდენად რეზონირდება ეს გაშლები, რამდენად აგიხდათ, რამდენად მოგეწონათ. აგრეთვე შეგიძლიათ შევამთავაზოთ საინტერესო იდეებიც, მაგალითად რაზე გსურთ რომ ჩავწერო მომდევნო ვიდეო. შეგახსენებთ, რომ პირად კონსულტაციებზე ჩასაწერად შეგიძლიათ მომმართოთ პირადში, ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ ეკრანზე, ხოლო თუ გვიყურებთ YouTube-ზე, აგრეთვე მას იხილავთ ვიდეოს ქვეშ, აღწერაში. ხოლო თუ გსურთ ეზოთერული კურსების გავლა, მაგალითად თუ გინდათ ტაროს გაშლის შესწავლა, თავდაცვითი მაგიის დაუფლება, მეტი ბარაქის მოზიდვა, ფინანსური მაგიის მეშვეობით და ასე შემდეგ, მაშინ შეგიძლიათ საიტზე grimoire.g იხილოთ ჩემი საავტორო კურსები და ყველანაირი ინფორმაცია მათ შესახებ. ახლა კი შევუდგეთ პირველი ვარიანტის პასუხის ახსნას. მასშტაბი. პირველი ვარიანტის შემთხვევაში პასუხად ამოგვივიდა კარტის შეყვარებულები, რომელიც საკმაოდ რთულია. ზოგადად შეყვარებულების კარტი არის ძალიან სოციალურად აქტიური კარტი, ამიტომ პირველ რიგშიც უნდა ითქვას არის რომ დიდი ალბათობით პიროვნება იმიტომ დუმს, რომ არის გადართული სხვა ურთიერთობებზე. მაგრამ რა ტიპის ურთიერთობები და რა ტიპის სოციალური ინტერაქციებია ეს, ამას რა თქმა უნდა განაპირობებს ის თუ რა ტიპის ურთიერთობა გაქვთ ჩაფიქრებული. პირობითად თუ ეს არის დამსაქმებელი, რომლისგანაც ელოდებით პასუხს, დიდი ალბათობით თქვენი მეილი ჩაიკარგა 1000 სხვა მეილს შორის. ან შესაძლოა იყოს ძალიან ბევრი განაცხადი ვაკანციაზე შემოსული და თქვენთვის ვერ იცლიან, ან სხვა მსგავსი. თუმცა თუ კი რა თქმა უნდა არის საუბარი მაგალითად საეჭვო რომანტიკულ ურთიერთობაზე, სადაც პარტნიორი არაერთხელ არის შემჩნეული დანაშაულებრივ აქტივობებში, შესაძლოა ეს იყოს ღალატიც. შეყვარებულების კარტი ხშირად მეტყველებს ახალი ურთიერთობების, ახალი ფლირტის, ახალი არშიყის სტადიების შესახებ. ეს არის ხშირად ახალი ურთიერთობებისა და კონტაქტების გაჩარხვის, გაჭრისა თუ წამოწყების მცდელობები. შესაბამისად, დაფიქრდით, როგორი ტიპის ურთიერთობაზე აქვს საუბარი, ვინ ჩაიფიქრეთ ამ გაშლაში და ამის მიხედვით განსაჯეთ, რა უფრო ერგება თქვენ სიტუაციას. ასეა თუ ისე ზოგადი ახსნა მეტყველებს შემდეგზე. პირველი ადამიანმა ვერ მოიცალა, იმიტომ რომ არის გადართული სხვა რაღაცით, საბარაუდოდ არის გართული რაღაცით აქვე უნდა აღვნიშნოთ და დიდი ალბათობით გამოეპარა თქვენთან დაკონტაქტება, დიდი ალბათობით დაავიწყდა ეს ყველაფერი, ან უბრალოდ არ მიანიჭა ამ ყველაფერს საკმარისი მნიშვნელობა. თუ კი თქვენ ელოდებით ამ ადამიანს და გგონიათ რომ ის თვითონ დაგიკავშირდებათ, ალბათ უკეთესი იქნება რომ შეახსენოთ რაღაც, თუ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს საუბარი. სხვა შემთხვევაში კარგი იქნება რომ უბრალოდ დაიგნორიროთ, აღარ მიაქციოთ ყურადღება და ისევ როგორც თვითონ არ ჩათვალა მნიშვნელოვნად თქვენთან დაკონტაქტება, თქვენც არ ჩათვალოთ ის მნიშვნელოვნად. ერთ სიტყვით შეჯამება არის ეს, პიროვნება არის გართული და დიდი ალბათობით სხვა კავშირებითა და ინტერაქციებით არის დაკავებული, რის გამოც თქვენთვის ვერ იცლის. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ მომდევნო ვარიანტზე. მეორე ვარიანტის შემთხვევაში ამოგვივიდა ხმლების ორიანი, როგორც მიზეზი იმისა თუ რატომ დუმს ჩაფიქრებული პიროვნება. ხმლების ორიანი სიმართლე ვთქვათ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი რაღაცას ელოდება. ან ის ელოდება გარკვეულ მოვლენებს,
რომელიც მას ასე ვთქვათ უბიძგებს მოქმედებისკენ ან ელოდება თქვენი მხრიდან ნაბიჯს. დუმილის მიზეზი არის ის, რომ მან ვერ გადაწყვიტა რა უნდა, ვერ ჩამოყალიბდა გადადგას თუ არა ნაბიჯი და ძალიან ბევრს ყოყმანობს. პიროვნება არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პიროვნება დაკავშირებული ვთქვათ რომანტიკულ ურთიერთობებთან, მეგობარი თუ დაუშვათ საქმიანი პარტნიორი, აშკარად ძალიან ბევრს ყოყმანობს. იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაცა ხმლების ორიანი მეტყველებს ისეთ მდგომარეობაზე, სადაც ადამიანი ვერ წყვეტს, ვერ დგავს ნაბიჯს, არ გრძნობს თავს მზად, არ გრძნობს თავს ჩამოყალიბებულად და ასე შემდეგ. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს არის მსახიობი, რომლის დროც არის რომ გამოვიდეს სცენაზე, ვთქვათ, სიტყვა წარმოთქვას და ის უცებ დაიბნა და ამბობს, რომ არ ვარ მზად, კიდე უნდა გადავიმეორო, აი კიდე ერთხელ უნდა მოვემზადვა, ან აღარ გამოვდივარ, მეშინია პუბლიკის. აქ არის საუბარი მომზადებლობაზე, შეიძლება სირცხვილის განცდაზე, შიშზე, წნეხის განცდაზე და ასე შემდეგ. თითქოს ვერ ბედავს ნაბიჯის გადმოდგმას და უნდა რომ თქვენ გადადგათ ამიტომ ნაბიჯი. ან უბრალოდ ურჩევნია რომ პასიურად, ესე ვთქვათ, ჭუმად უსიტყვოდ ჩაიფარცხოს და მიიმალოს ეს ამბავი. ასე რომ მიზეზი ამ ადამიანის დუმილისა მთლიანობაში ვფიქრობ არის ჩამოუყალიბებლობა და გაუბედაობა. იმედი მაქვს ეს პასუხი დაგეხმარებათ, მე კი გადავალ მესამე ვარიანტზე. მარსადამე, რატო დუმს პიროვნება, რომელიც ჩაიფიქრა მესამე ვარიანტმა? მესამე ვარიანტში ამოგვდის ხმლების რვიანი, რომელიც პირდაპირი გაგებით დუმილის კარტია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ასევე გაითვალისწინეთ, რომ დადუმებისაც. მეტყველებს ეს კარტი რაზე? პირველი, ამ ადამიანის დუმილს ერთის მხრივ შესაძლოა განსაზღვრავდეს ის, რომ მას ფიზიკურად არაფერი აქვს სათქმელი, ან ვეღარაფერი აქვს სათქმელი, ესე ვთქვათ, მაგრამ აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ ხმლების რვიანი ეს შეიძლება იყოს აგრეთვე იძულებაც, მაგალითად მას შეიძლება გარემოებები აიძულებდეს, რომ ვერ გამოვიდეს თქვენთან კონტაქტზე. თუ ეს არის პრობლემური ურთიერთობა, სადაც ადამიანის ცხოვრებაში ერევიან სხვა პიროვნებები, შეიძლება ამ ადამიანების გარემოცვაში უწევდეს ყოფნა და ვერ გიკონტაქტებოდეთ ამის გამო. თუ კი ეს არის მაგალითად ადამიანი, რომელსაც უწევს მოძრაობა, გადაადგილება, დაფიქრდით იქნებ იმყოფება, ვთქვათ, მაღალმთიან ადგილზე, სადაც ტელეფონი არ იჭერს, ხომ? ნახეთ, რატომ ხმლების რვიანი არის ტყვეობის კარტი. აი, რის ტყვეობაშია და რა ფორმით არის ეს ყველაფერი გამოხატული, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ხლა თუ პირობითად ხართ ემიგრანტი და ელოდებით ადამიანს, რომელიც საზღვარზე გადმოას, შეიძლება დაიჭირეს. თუ მაგალითად ელოდებით მამაკაცს, რომელიც სადღაც მიდიოდა და უნდა დაგიკავშირდეთ, დაფიქრდით, იქნებ ის არის მაგალითად მთების ტყვეობაში, ხო, სვანეთში, სადაც თოვლია მთებია და უბრალოდ ტელეფონი არ იჭერს ან ინტერნეტი ჭედავს. მაგრამ თუ კი რა თქმა უნდა არის საუბარი ადამიანზე, რომელიც რაღაც საეჭვო გარემოებებშია, ვთქვათ, ან სამკუთხედშია, ესეთ რთულ ურთიერთობებში, ან რაიმე მსგავსი, სავარაუდოდ არასასურველი ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდა. ან ისეთი ადამიანების, ვინც თქვენს ურთიერთობას უდგას რაღაც სახით წინ და ხელს უშლის, ან შეიძლება ისეთი ადამიანების გარემოცვაზეც იყოს საუბარი, რომელთა თანდასწრებითაც ესე ვთქვათ, ადამიანს შეიძლება არ უნდოდეს თქვენთან საუბარი. მაგალითად იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა არ გაიგონ, რომ მას ვთქვათ, თქვენთან აქვს კონტაქტი, ან რომ გაიგონ, რომ მას ურთიერთობა აქვს ვიღაცასთან, ან სხვა მსგავსი. ასე რომ მესამე ვარიანტის შემთხვევაში მე ვერ ვიტყვი, რომ ადამიანი იმიტომ დუმს, რომ არ უნდა თქვენთვის რაღაცის თქვა, ან იმიტომ რომ ვთქვათ, ცუდად გიყურებთ, ან გაგებუტათ, ან რაიმე მსგავსი, უფრო იმაზეა საუბარი, რომ ან ფიზიკურად ვერ გეუბნებათ, როგორც თქვი, ვერაფერს, ან მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი თქვა და გაჭედილია, ან თავს დამნაშავედ გრძნობს და ვეღარ ამბობს ვეღარაფერს, ჩიხში ერთ სიტყვით მომწყდეული, ან თუ არა და აქ არის საუბარი ისეთ სიტუაციაზე, სადაც ადამიანი გახდა გარემოებების ტყვე და უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ დაგეკონტაქტათ. ასე რომ თქვენს ადგილზე, ალბათ უკეთესი იქნებოდა, რომ უბრალოდ მე რო ყოფილიყავი თქვენს ადგილზე, ალბათ ოდნავ მეტ მოთმინებას გამოვიჩენდი, ან დავაკვირდებოდი მოვლენების განვითარებას კიდევ ცოტა ღანს. ნახეთ როგორი რაღაცა ხმლების რვიანი საკმაოდ ისეთი შეზღუდული, შებოჭილი, გაჭედილი კარტი არა, ეს ვთქვათ, ბლოკირებული ენერგია აქვს ძალიან ამ არგანს. ამის გამო შეიძლება ეს სიტუაცია გაგრძელდეს დიდხანსაც, შეიძლება გადაიჭრას რამდენიმე დღეშიც. ხლა საუკეთესოდ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, ამიტომ არის რომ კი არ მოახდინოთ ინიცირება მაგალითად ამ კონტაქტის. მე არ გირჩევთ ნაბიჯის გადადგმას. არამედ უკეთესი იქნება რომ დაელოდოთ
ან რაღაც სახის, თქვათ, დედლაინი დასახოთ, აი, როდემდე დაველოდები, ან რამდენ ხანს მიღირს დალოდებათ, ხო, ან რამდენი ხანი ლოდინი იქნება ლოგიკური, სამართლიანი თუ ადეკვატური და ასე შემდეგ. ხო, თუ თვეობით ელოდები ადამიანს, რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ არ ხარ რა მისთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ თვეების მანძილზე არ დაგეკონტაქტა ადამიანი, ეგ იმას კი აღარ ნიშნავს, რომ თაში აკაჩედილი, ეგ იმას ნიშნავს, რომ არ ადარდებს. თუ არა და რაღაცას გააკეთებდა და გამონახავდა გზას. მაგრამ თუ ეს რა თქმა უნდა არის ერთი დღის ან რამდენიმე დღის ესეთი უკონტაქტობა, მაშინ უკეთესია რომ დაელოდოთ. ასე რომ ეს არის ჩემი პასუხი და რჩევა. იმედი მაქვს დაგეხმარებათ პასუხი, მე კი გადავალ ბოლო, მეოთხე ვარიანტის განხილვაზე. მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში ჩვენ ამოგვივიდა მონეტების 7-იანი. მონეტების 7-იანი, რომელიც ამოგვივიდა მეოთხე ვარიანტში, ძირითადად უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს მეტად მატერიალურ, პრაგმატულ, მიწიერ სფეროებს, როგორც შეიძლება იყოს სამსახური ან სფერო, რომელთაც არის ადამიანი დაკავებული. ასე რომ პირველ რიგში, რასაც ვიტყოდი, არის რომ დიდი ალბათობით პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, არის ან ძალიან დატვირთული, ან ძალიან დაკავებული. მეორეს მხრივ მონეტების 7-იანი შეიძლება იყოს აგრეთვე გარკვეული სახის პრობლემებიც, მაგალითად ფინანსური პრობლემები, რომლის გამოც ადამიანს გადაავიწყდა თქვენთან დაკავშირება. თუმცა თუ კი ჩვენ ჩამოვშორდებით მონეტების ასე ვთქვათ, უეჭველად მატერიალურ შინაარსს, მაშინ მონეტების 7-იანი შეიძლება მეტყველებდეს აგრეთვე ამაოებაზეც. შეიძლება ადამიანს კი უნდოდეს დაკონტაქტება, მაგრამ თვლიდეს, რომ ამას აზრი არ აქვს, რადგან კლასიკურად მონეტების 7-იანი განასახიერებს მოსავალს, რომლისთვისაც ჩვენ ვიშრომეთ, არ დავიზარეთ არც დრო, არც შრომა, არც ოფლი, არც სისხლი და რომელიც მაინც და მაინც ისეთი საოცარი არ იყო რა. ანუ წარმოიდგინე რომ იშრომო მთელი შენი ენერგია ჩადო რაღაც პირობითად რაღაცის მოყვანაში და რომ ამ რაღაცამ ნაყოფი არ მოისხეს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის უნაყოფო შრომა, ეს არის ფუჭი შრომა. შესაბამისად შეიძლება პიროვნება თვლიდეს, რომ თქვენთან საუბარი არის ფუჭი შრომა. თუ კი მან უკვე სცადა თქვენთან საუბარი და თქვენ გადაუჭერით გზა, ან თქვენ დაბლოკეთ, ან გამოიჩინეთ იმპულსურობა, მოუთმენლობა, არაცადეთ საუბარი, ან რაიმე მსგავსი, აი აქედან გამომდინარე განსაზღვროთ ზუსტად რა ხდება. თუ ეს შემთხვევა რაც ეხლა აღწერე, მაშინ ეს ადამიანი თulis, რომ თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს. მაგრამ თუ კი მსგავსი ფაქტი თქვენს ურთიერთობაში არ ყოფილა, მაშინ დიდი ალბათობით ამ ადამიანს უბრალოდ არ სცალია და აქვს გარკვეული პრობლემები, რომლის გამოც ვერ მოახერხა და ძალიან აგვიანებს. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება დააგვიანდეს კიდევ დიდხანს, იმიტომ რომ მონეტების 7-იანი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნელი კარტი ტაროში. შეიძლება დიდხანს დალოდება მოგიწიოთ. ამიტომ თუ რაღაც მნიშვნელოვანია, ჯობია ისევ თქვენ გახვიდეთ ამ შემთხვევაში კონტაქტზე. თქვენ მოახდინოთ ინიცირება ამ კონტაქტის, ან თქვათ შეგიძლიათ რაღაც დახმარების ხელი გაუწოდოთ ადამიანს, თუ იცით რომ პრობლემები აქვს და ასე შემდეგ. თუ არა და შეიძლება საკმაოდ დიდხანს მოგიწიოთ დალოდება. იმედი მაქვს ეს პასუხი დაგეხმარებათ, მე კი გისურვებთ წარმატებებს. და ამით ჩვენი დღევანდელი ვიდეო სრულდება, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, რადგან ეს ერთის მხრივ ეხმარება არხის რეიტინგს, მეორეს მხრივ კი მემაძლევს мотивაციას, რომ განვაგრძო ვიდეოების ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ პირად კონსულტაციებზე ჩასაწერად შეგიძლიათ მომართოთ პირადში, ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ ეკრანზე. მე კი გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას. დროებით გემშვიდობებით. მომდევნო ვიდეომდე.